სულს გამოეხმაუროთ ჩვენი გადაცემა გაცოცხლებულიდან გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს გზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ. თემაზე ზღაპრები რომ წუდად თავრდებოდეს, ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ესახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცნილას. თუმცა გვესმის, რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლება და ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენს მყოლია ოჯახში, სანათესაურშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია. უბრალოდ ვცადეთ, იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გქონია. აქვე განმარტავთ, რომ არც ერთი ჩვენი სპონსორი და წამდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ოქტოპუსის გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს. რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ მათ სასამართლოში ვურჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღებში აგვარებული შავი პიერის ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას. ნათქვამია YouTube არხ ოქტოპუსის განცხადებაში, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში მოქალაქეთა აღშფოთების საგანი გახდა. რაპუნცელ, გადმომიგდე შენი თმა. ლეიკემია მაქვს.